ჩვენ იქ ყოველთვის მივიდივართ სადაც მოგწონს და ისევ აქ ვართ დანის საშუალომებში ვართ და დღეს რაღაცა მსგავსი ჩელენჯი გვექნება ხო? ანუ ყველასთან დღეს ვარჯიში არ იქნება. კუნთების დატოვება არ იქნება. მაგრამ თან ესე ვთქვათ გიგისნაირად მოყოლით რაღაცებს. რაღაც ისევ გრანდიოზულს გვიმზადებენ როგორც ყოველთვის და ნახოთ რამდენად შეძლებთ გაუმკლავდეთ დარბაზის გარდა ნახოთ რამდენად ძლიერები ვართ ამ საკითხში. მე უწერ გავხაჭავ. გიგის რამდენი ხნის წინ ხონდა შეჯები ახალი დამთავრებული და კარგად მოშიებულია. ეს კარგად მოშიებულია ეხლა და ნახოთ აბა ბოლო ბრძოლამ ნიკა ხარაძიშვილთან ესე ვთქვათ წარმატებით ჩაიარა. ორივე გადავსკრით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე უფრო გამსკდარი გამოვედი, მაგრამ ნახოთ ეხლა გიგისთან როგორ ვიასპარეზებ, ხო, უფრო ძლიერი კონკურენტია ესე ვთქვათ. აი, წავედით. ეს ერთია გიგი. ერთია? ერთია. ეს მიულობჭო? რამდენი კალორია იქნება შენი აზრით? მე ახლა უცბად რომ ესე თქვა. კიდე ჩარჯები და ბიჭო, ალბათ 2500. აი მეტი გონია. მეტი? მე 2500 გონია დაახლოებით. 2500, ხო, 3300-მდე შეიძლება. ახლა რაღაც გიჭამია? არა, ხელა არა. ამ ხელა მიჭამე ნახევარ. თან ახლა გზანის შაურმაში ვართ, ეს არის ლეგენდარული ადგილი რა. ჩვენ ბავშვობაში სულ გავდიოდით ხოლმე. საიდან მოვდიოდით ხოლმე, რომ აქ მოსულიყავით და მოკლედ აქ ესე ვთქვათ დაგვიგემოვნებინა ესეთი რაღაც რა და ამდენი ხანი გავიდა და წინაზეც მაგას ვიძახით ნიკასთან ერთად რომ გადავიღეთ ვიდეო რომ ამდენი ხანი გავიდა და მაინც შენარჩუნებული აქვს იზგემო და მართლა კარგი იმიტომ დღეს ჩემი აზრით ეხლა დიდად შაურმის მოყვარული რა ეხლა ეს ხშირად დავჭამ იმიტომ შენ წყობაზე და მე წყობაზე ვარ მაგრამ კარგი შაურმა მაგითო ისტორდება რა ხო რა ისე პოსტერ არის ნახე კარგი შაურმა დიდი ხანი არ მიჭამე რა აღარ არის კარგი შაურმა ბევრგან ხვდები და ნახოთ თან გემოზეც შევაფასოთ ეხლა ის სტანდარტული ხო? სტანდარტული იმით რა соуსები და რაღაცა. ხო, სტანდარტულია. მეთქი ზომაზე მითხარი და გელოდებოდი რომ რაღაცა დაავადები. ყველი соуსი და რაღაცები ბევრგან. ხო, სტანდარტული соуსებიდან არასტანდარტულად დიდი შაურმა და აი დავიწყოთ და თავიდან უფრო გაიგებ გემოს. მე შეჯიბის ვარიანტში შეხი ახლა. ორმ რა. რო გითხრა ძაამშია არ ვიცი, მაგრამ შეჯიბის ვერ ეხება პოსტ. მოდი თქვი გაკაჩავთ მოა ბოლომდე. კენიადეთ. ეს ბოლოს რო ჭამე, იყო დაახლოებით აი რაღაცა აი ამდენი დარჩა. მე მგონი ანახავს უჭვი გავხაჭავ რა. ნახევარი მგონია რომ კი. ნახევარი მგონია. ჩემს რომ დავიძალო, ალბათ ახალ ჩავა. ო, უნდა დაიძალო. დროზე ვარ, თუ არ? არა, დროზე ვარ. ერთი რა ვიცი. წავიდა, აბა. კაი მძიმეა. მაგარი მძიმეა, ხო. ხო გავჭერთ, თუ ეგრე თუ ეს უჭამთ ეგრე. არა, მინა ვითამაშე შაურმას. რას დაარქმევდი სახელს მენიუში რომ იყოს ეს შაურმა? რა სახელს დაარქმევდი, რას მოუფიქრებდი? მე ალბათ ანაკონდას დავარქმევდი. გველივით გზელია რა. გველივით გზელია. შეიძლება რამე გმირის სახელი ხო ხდება? დიდი გმირის სახელი კაი იქნებოდა. დიდი გმირი ვინ იყო? სახელით თუ ვიმჟერებთ, ჩემთვის ძალიან დიდი სახელი იყო ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონელი შაურმა. აქილევსის შაურმა. აქილევს. მე როგორ ხარ იმ ვაფშე? ძალიან კარგად ხარ ჯერ? ეზევა? მე ჯამის თემაში. კი, ძალიან. შენ? აბა მოიგებ ძმა. აი ბიჭო, აი მე. მე როგორ ვარ ისე აი ნორმ რა ახლა მე კარდიოში გაკეთებულიო და კარდიოს აკეთებდა გამოსვლისას ფოტო ჩავიდო აი მოვჩებიო და ჟევით მიწევდა ამისთვის არა ხო? არა მიწევდა ისე არის ძალიან მაგარია მე ვისაც ჩელენჯი უნდა კიდე რაღაც ჩამოს და საით ჩვენგან გამოზიაროთ რა ისე თქვა ჩეთი მივცეთ კარდიო უნდა გააკეთო რა იარო ირბინო რავი უცხრი გააკეთე და მანდას გაგეხსნის ძალიან სერიოზულად. ოღონდ ის მეთოდი რომ აი მოდი დღეს არ შევჭამ საღამომდე რომ საღამოს ვერ ვჭამო არ არის არ მუშაობს პირიქით უფრო ვერ შეჭამ რა. ამიტომ ჯობია სუბუქად მივითო. დილით და საღამოზე შეძლებ უფრო ბევრი საყოველთაო მიღებას რა. ყველაზე მნიშვნელოვანი კარდი ორი მატევაზე. ხო, მატევაზე ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვერ ჭამენ, შეიძლება გარდიოხაგეთ და ეგარი. ვერ შეჭამა 2000 კალორიას რო შეგიძლია შეჭამო და არც აქტიობა არაფერი არ გაქვს, ვერ შეჭამო. ეგრეა. შაურმას თუ ჭამ უნდა დაივიწყო მან დიეტა რა. ну ისე ამონდა უბრალოდ როგორიც არის ისეთად ხოხდები და ჯანსაღი თუ უნდა მაგის ბევრი ალტერნატივა აქვს და შეგიძლია სხვა რაღაც ჭამო რა. ამიტომ შაურმა უნდა ჭამო ისეთი როგორიც არის. ეგრე ვფიქრობ. აი ყველაფერი ამოაცალო. რაღაცა სხვა რაღაცა ჭამე ამაში. შუაში რო ხომ რატოღაც მე უკვე მე რო ეჯიბრებოდი იმ როგორიც რა ბოლოს ბურგერი ვჭამეთ რაღაც ძალიან საშინელად დიდი არ ვიცი რა ტექნიკა ქონდათ დასაწყისში საკმაოდ ნორმალური დალის წყალი რა ცოტა არ დაულებიათ ვერ მივხვდი რატო აშკარად ტიპები ოღონდ იყვნენ მართლა ამისთვის ესეთი კონტენტი ქონდათ რა და ძალიან საინტერესო იყო რატო დალის მაგდენი წყალი ჭამის წინ აშკარად რაღაცას ემსახურებოდა ეს პროსტა მაგდენი წყალი არ მოგინდება რა ერთ დადებაზე თიმემა დალი ეს საკაიფად და ვერ ჭამა დაიწყეს მე რაღაცა ჩატურთაზე სპეციალურ ცოცხლი ჩვენ ჩატურთაზე რა რომ შეიძლება და ხო რო შეიძლება ეგ მაგათ ხა ჩატურთ არ ქონა მაგას მაგას მაგათ არა ნუ ჩატურთაზე ეგრე უკეთებ ხომ ამ ცივსავდი ხომ ამ ბოლოს გაშა უყურებ ხომ ბოდიბილდერებს ყველა ირაკეთებს რა ჩატურთ როც აქვს არა ნახში წყალს ჭამენ ჭამის წინ სვამენ საკაიფოდ 300-400 მინუტს და მე ჭამენ რა იმიტომ რომ შენ ხო გადაჩოული ხარ მძიმე საკუთრ და ამ ხელა რაოდენობით და მაგითო რა შეხოდი? აი საერთოდ შემნახევარ, ნახე? ეს შეჭამს გონი. მე დამედოხ ხო კარაკი რა. მე შენ ხელსო იმ მომენტში ძალიან შეიძლება ცხიმიო რა და მაგას მიღებული არის რომ ცხიმიანი რაღაც დარღვი ან უნდა მაგაზე ფიქრობ. ხო, უფრო მუშავს ხეულიო, რავი, ხა. ოღონდ რა თქმა უნდა ეს მაინც უცესხონად უნდა იყოს რა. დისციპლინებად გათხოვდა, არა ვიტყვი შია და მაგას. ახალი ძალებმა შემოვიყვანოს ეს წყალი მე დავიდო. წყალი? დავაივით. მე ჯერ არ გავხსნი. მე ხოძე ხარ. ო, არნოპლასტიკზე ავდიოდი. ეძმა 23-ის. 21-ში. 25-ის ვიყავი, ყველაზე კაი ტურნირი რომ მოვიგე. ვაფშე, ჩემ კარიერაში 25 იყო ყველაზე ესეთი. აუ. ამაღლების წელი იყო რა. და ჩემი აზრით ისე ჩვენ სფეროში, ბოდიბილდინგში რა ვიცი, 30-მდე ძიდელური დრო არის რა. ჩემი აზრით. მე როგორ აწვალებს ხელს თან, ძალიან აწვალებ. ეხლა სხვა აწვალებ, მაგრამ მე როგორ აწვალებ. კი. ის არის ბრეონი თუ რაფი 14-ის რომელიღაცა ბრეონმა? ხო. თუ რაფი? ჯერ ვიცი რომელიღაცა ზუსტი არის? ხო. ბრეონმა არის ძალიან დიდი. 50 წელს. 45-ის არის თუ რაღაცა. 50-ის, ძალიან დიდი არის. აა 40 ხო იგი არის. 45-ის არის და ბოლო ჩემპიონატი ხან უნდა. ბოლო იყო? ბოლო ოლიმპია იყო? ბოლო იგი ხო. დაანება ხო. აზრი აღარა. აუ გავსკდი გიგი, თორემ ჩემ. გიგი მანაზურებს ჩვეულებრივ. მე არა, აი ფიზიკურად დღეს არ ვიცი რამე ზემო. ფიზიკოს მე იმდენი რაღაც მოვიგე ეს მე უკვე. დასამტკიცებელი ახალი მაგრამ. მე შემომიჩნევ მაინც მოვიგო. არა, ვერ ვჭამს ასე. შენ იმენა მიდიხარ, ხო საკაი? აუ, აბა მოდი ასე ჭა. გიგი მე დაგრიჯა. ოჩა გიგი იმენა. გიგი ძალიან ხოთზე. გიგი მარტო დარბაზში არ ყოფილა ხოთზე. მიჭეს ყველაფერი. ყველა საერთოდ რატომ ეს კარდიო დამსახურება. ყოველ კარდიოს ვაკეთებ რა. ნამდვილად ხო საკეთე. დღეში 10 კილომეტრზე ნაკლებ არ მოსარმოხობ რა გავლილი. და კალორიები თუ ხომ რა, ანუ 1500 კალორიები თუ დღეში. გამიგე. მაინც რამდენს იგებ? ჯედიაში გამომდის ხოლმე 3500-4000-მდე. ვა, კარგად ჭამს ეს. მე მაგდას ვერ ჭამ.
კარდეს რო ვაკეთებდი, ან გავსუხდებოდი ან აქედან ძალიან ჩობად მიიღე, ჩათვალე ძმაო, თავს დავუდებ 13 კალორია. არა, იქნება 2.5 3 როგორ არის? ეხლა ამას რომ მაგათად ნაკლები სოუსი ქონოდა ან რაღაც ეგეთად ან სხვანაირი შეგვეკვეთა. კიდე შეიძლებოდა რა, მაგრამ სტანდარტულად ჩობად ყველაფერი აქვს რა და იმდენი აქვს რომ იქნება ეს. უცბა გაჭირდა. გაჭირდებოდა, მაგრამ ხო დავიშალე, რომ შენ ძალიან შორცხავ უკვე ჩემთან შევდარი მდგონი. ხო? საკმაოდ შორცხავ. ამას რო შევჭამ და ამას იგი იქნება 9.5. მე ნახევარს 9.5-ზე ხარ. მე მუღამაკ ჩელენჯი დამთავრებს. როგორ? მუღამაკ ჩელენჯი დამთავრებს, თორე ვაფშე ეხა აღარ მინდა მემოჩა. ო, მაგის მუღამ თოჯამა, აბა. კამ. მოგები პასტე მოიგე. მოგევით მოიგე, გიგი მოიგო, მაგრამ მაინც ვნახოთ რა იცი რა ხდება. ეკეთ გავგიჟდი ბოლოს. ყოვის ვარიანტში რაც უფრო ნაკლებს იღებ, შემდეგ უფრო ნაკლები ჭირდება ორგანიზმსაც. და რეალურად ჩვენ მაგდენი საკვები არ გვჭირდება, როგორც ვართ მიჩვეულები, როგორც ვაჩვევთ ჩვენ თავებს, რეალურად ჩვენ ხელს საერთოდ ჭირდება მაგდენი ჭამა. მაგიტო გიგიმ დამსახურებულად მოიგო, რა ვიცი, ეჭამს კიდე, მაგრამ ისე თუ ამას არ შეჭამ ბოლომდე, შენაც ვერ დახურა, უბრალოდ მოიგებ. ანუ შეგიძლია დავხურო? უნდა დახურო, აბა. ავსა დავხური ჯერ ხო? ჰა? ჯერ ავსა დავხურია? ჯერ ავსა დავხურია. გიგი იქნება პირველი დაჭა? კაი ტიტულია ხო იცი? ეხლა რო გაჩერდე მოიგე, მაგრამ თუ შეჭამ დახურავ. ანუ შეგიძლია შაურმის ჩემპიონიც იყო რა, ანუ. რა ვქნა? დასწრებიო. ბიჭო, უნდა დახურო, რა გადარჩა. მე ძალიან დიდი გზა მაგას. დარგზელებ? კაი, მუღამი არ ვიცი. ჭამი ცოტა რა. მუღამი როგორ გქონდა? შაურმის ხამარს მის მოგცემენო, ხო? შაურმის. მე გაჩიტო მარტო. ესე შაურმის გაკეთებ და შემოგარტყავენ წელზე. უნდა გავყიროთ რა ის ისე. შეერი ვარ ხოლმე, ეგეთ რეჟიმზე გადავედი, ეხლა ძალიან კარგად ვიზნობ თავს, ბევრად კარგად ვიდრე კარიერის დროს რო 6 ώρ ჭამდი დღეში და რაღაც მთელი დღე მეძინებოდა. და მაგიტო ერთ მიღებაზე ვეღარ ვიღებ ბევრ საკვებს, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი აღარ არის ეგრე მოწყობილი რა და გიგი აგ კვირაში 6 დღე ვარჯიშობს. აქტიური ბოდიბილდერია, შეჯიბრებზე გამოდის, კიდე უნდა გამოვიდეს, ემზადება და ჭირდება და მე ისა ქვია გავთიშე რა, შემოსული აღარ ვარ ჩათი დავტოვე. შეჯიბრობით მაინც. აქტიური სტატუსი გამოვთენ. ეხლა ჩვენ ვართ თავარ ფილიალში, გდანში. განისა შოუმში. ხალხის ნაკადი არ წდება. ისევ ჩაობოთ ხოძეა. და აი ხოძი ისე დამსახურებაა, რომ როგორც დაიწყეს, ისე აგზელებენ რა. ბავშვი გიყურებდა რა? ბავშვები? ხო, ისე გიყურებდნენ. ნეგრია ხოლმე ძალიან ბევრგან რა, ვინც იწყებს, ყველა კარგად იწყებს და ცუდად აფინიშებს რა. და კაია რომ შარჟან, აი თურმე რამდენი ხანი გასულა წელწადნახევარი ერთი წელი ხო მინიმუმ გავიდა ბოლო იმიდან. და ზუსტად იგივე გემოაქვს, ზუსტად რაც მაშინ ქონდა რა. ძალიან ესე თქვა სტანდარტული, როგორიც გვახსოვდა, როგორიც ვიცოდით და როგორიც მოგწონს რა. და ეგ არის მთავარი. ყველაფერში არის ხარისხი მთავარი რა. ხო რა. მე უნდა ვიცოდე რის გამო მოვდივარ აქ. და სიტუაციაზე თუ მოვედი ერთხელ და არ მომეწონა, მეორე შანსი აღარ მოვა. და მაგიტო ბევრი ბიზნესი მაგიტო ფუჭდება რა. ბევრი ობიექტი მაგიტო იხურება, ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა მაგის გამო. რა აი ოდნავ მოდუნდები თუ არა, წამოგეძინება თუ არა, всё, თვალს რო გაახელ არავინ აღარ დაგხვდება. იგივე დღეს თავი გაიმეტა ჩემი აზრით. ეხლა მაგარი გამსკრალი ხარ თუ არა გეშავს? ნუ ვეღარ ვსუნთქო თუ არ ვარ გავსკრით რა. აი მის მერე პუნქტი რა ყველაში. შანსია, გამორწყულია მაგა, ხო? რა სულ ირაღი მომიშურო. ხო, ანუ ეგ არის რა. აი ესე უნდა იყოს ყველაფერში. აი საქმეს რო აიღებთ, მიზანს აი ესე უნდა იყოს ყველაფერში. ბოლომდე უნდა გაწუროთ, ხო ეგრეა? შაუმარა გაწუროთ. შაუმარა გაწუროთ. საქმე გაწუროთ. თქმილი უნდა მიიღო უფრო რაღაც ძირითადი ცხიმოვანი და ცელოვანი საკვების შემდეგ. იქამდე თუ მიიღებ,
ძალიან ცუდი. შენ უბრალოდ ეხლა ეგეთი ვარიანტი გექნება რა, რომ აქედან იმდენი კალორია მიიღე. რომ ეხლა კიდე დაბადებაზე თუ შეჭამ, შენ დღიურ კალორიას გასწრები ძალიან. ხო, თავზადები რა. ეხლა მე მგონია 5-6 იქნები დღეს უკვე. ამის 4-5 ამის შახტი. 4-5 ალბათ. 4-5? არ მგონი მაგდენიმე ჭამე რა. ბრინჯი ფილეთი? პრინციპში ხო. ბრინჯი ფილეთი. ბრინჯი ფილეთი? ო, всё რა. დახურულია. თითქმის. საღო გიგია იმასთან. მე სიმართლე გითხრა ეგეთი ის მქონდა რა, შეგრძნება რომ რო შეჭავდი და მე ფოუზე შევჭავდი. ფიბოლში ჭამდი? ო, ეგრე მეგონა. რა ძალიან ბევრი დავტოვე. მე აი არ შევ, ეხაც რო დავიწყო ვერ შევჭავდი რა. საღო გიგია. გიგი მინა ეს თუ შეკავო? ო, ეგეც და შევ. ბოლომდე წურავი. ეგ ეს პომიდორი ჩადე თუ გინდა იმ მაგლავაში. აი, პომიდორი მოწავა. ნუ რა ხალხი და არ შემოაგ პომიდორი. აჰა, ჩადო მაი საღო. всё, ეს შეჭმულია და всё, დახურულია. ოჩაღი. ახლა დავწვათ ხო კალორიები? არა. ცოტა დავწვათ. რა ჩავშდე ბაქერში და წავალ. გიგის ყოჩაღი ნამდვილად მე ვიტყოდი რომ ყოჩაღია. თავისაქმე შეასრულა 100%. და მე საფრთხე დავჭირდა. არაფერს არ წონო აღარ გვიწევს. მე მეგონა ავწონი. შენ ხო რა წონი? ჩემი რა წონო? ეს იქნება 1 კილომდე. всё. იგი დახურა ჩელენჯი. გადაყალა. აჰა, ფერაღაა რა. всё. წიზაგები დარჩა, აი, მაგ წიზაგები ჩავჭამ, ცუდა დავხტები. როგორ ხარ აბა? ფაფა. მაგრამ არ გიგონა რომ შეჭამდე. არ მეგონა. მეც არ მეგონა რომ შეჭამდა. ძალიან დიდია. მე როგორ ვთქვა ხა რომ ამ ხელს ჭამა არავის არ უჩვენებ. ეი, და ისიც გეხმარება მაგაში რომ კაი შაურმა არის რა. აი, სულ გებრიელი ხო? გებრიელი ვარ შეჭამ. ვერ შეჭამ, შანსი არა რა. ოდა აბა მეტი რაღა გინდა. ეს დავიმსახურე ხო? აი თუ აინტერესებს ეს როგორი შაურმა, აი დატოვა და არა მე სხვა თემაში ვარ. აი როგორი შაურმა არის. მოკლედ ეგრეა. გიგი მოახერხა, გაანადგურა დევანელ ჩელენჯში ყველაფერი. ისე კარგი იქნებოდა მსგავსი რაღაც რო იყოს მენიუში. და ვინ გაიმეორებდა შენ რეკორდს. გიგის შაურმა ეს დავარქოთ. გიგის შაურმა. დროზე თუ? დროზე გაში. ეს ჩენი დროზე ხო? არა, უნდა იყოს რაღაც დროში, იმიტომ რომ ეხლა რო მუხიდე და 3 საათი დაждე, 3 საათში მეჩევ ჯავას. აი ხა შევი ხამე. რამდენი ხანი ვზივართ? 1.5 საათი არ იქნება ალბათ. თუ იქნება? 9 საათი. მაქსიმუმ 9 საათი იქნება. 9 საათში. ისე რო გაგიჭირვა ძალიან უფრო ნაკლებ დროში შეჭამდი. როგორ? ძალიან რო გაგიჭირვა. ხო, უფრო ნაკლებ დროში შეჭამდი. დროში ბიჭო, რავი. შეიძლება არ მგონია. ეს είναι მაქსიმუმი. მაქსიმუმია. შანსია. არა, პონტია. მოკლედ ეგრეა, ძალიან კაია ზოგადად, რომ ამდენი ხნის წინ ვიყავით ბოლოს აქ და ისევ იგივე ნაირად კარგი არის ყველაფერი რაც არის. ძალიან კარგი ადგილი. რაღაცა მანქანას გასაჩერებელიც ვიპოვე, რასთავია. და გემო ძალიან კაი იყო. ზომა იგივე იყო და გიგი მოლოდინს გადააჭარბა, გაანადგურა. შაურმა ესეთის დასაჭმელი რომ ყოველთვის გისწორდება რა, ისწორდება რა მაგის. პირველ ხო ხდება, დარღვევა რო გინდა გასცემდება შაურმა. მე შაურმა ხსენდება ხო პირველ პირველ ეგ გახსენდება. შაურმა. კარგი შაურმას გაგახსენდეს, დანი შაურმა გამოიძახო. ამიტომ ეს იყო ჩვენ ჩელენჯი დღეს ძალიან ისე დავმარცხდი რომ აი არის. სადებოდა. ხმალიც არ ამოუღია გიგის. აშკარად უნდა მომემზადა ხოლმე ცოტა ამ ჩელენჯებისთვის. შემდეგში მომზადებული მოვალ. უფრო მომზადებული ვარ შემდეგში. შემდეგში ერთი კუითა დავიწყე მომზადებას. ერთი პირს კარდიოები უნდა ვაკეთო. შემდეგში უფრო მომზადებული მოვალ. შეიძლება უფრო დიდი რაღაცას დაგხვდეს. დიდ რაღაცას აღარ დამიძახო. გემრიელ რაღაცებს დაგიწყე. გემ რაღაცა დამიძახო. დიდ რაღაცებს უკვე. სულ ეს იყო, რავი, რაც კიდე რა შევიდე თქვა, ყველაფერი ძალიან კაია, ისეთი კარგი როგორიც იყო ამდენი ხნის მერე და ძალიან მიხარია რომ ესე ვთქვათ ის კარგი რაღაცები არ იცვლება, თუ რამე იცვლება, ყოველთ უკეთესობისგან რა. ამიტომ დღეს აქ ვიყავით ჩვენ დანის საშაურმაში, მთავარ ფილიალში, ჩემთან ერთად გიგი იყო, გიგი მომასაშვილი.
YouTube-ზე გიგი მომასაშვილი. ეგრე შეგვიძლია ჩავწეროთ და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ვახავთ. მათ შორის, რა ვიცი, კვების რეჟიმის მომზადებას გიგი როგორ ცხოვრობს, როგორ ვარჯიშობს. ასევე მოსწავლეებს ავარჯიშობს და პროფესიით მწვრთნელია პერსონალური. კარგი მჭამელი. კარგი მჭამელი. ადამიანი რომელიც ძალიან ბევრ შავს, მართლა დავწუნე, მართლა სამოვა. ეს ცოტა არის ეს არის საკმაოდ ბევრი. ამიტომ მე ამჯერა ეხლა რო შევჭამი და ხო წამი აქედან აქამდე იყო რა? ხო, რა იქამდე. ამიტომ თუ სასიამოვნო ვიდეოც იყო და ცოტა ინფორმირებულიც და დატვირთული, მოიწონეთ ვიდეო. და და ლაიქეთ. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს.